თქვენ ჩემს უკან ხედავთ კამპ-ნოუს. მე კი ბარსელონაში ჩამოვიდი ზუსტად იმისთვის, რომ 24 საათი ვიცხოვრო როგორც ბარსელონას ფეხბურთელი. ბარსელონა არის ქალაქი, რომელსაც არასდროს ძინავს. აქ არის ყველაფერი, მაგარი პლაჟები, გემრიელი საჭმელი და ქუჩები, სადაც საათობით შეგიძლია ისეირნო და თავის საკუთარ სახლში იგრძნო. მაგრამ მოდი ვიყოთ გულახდილები. ბარსელონა ფეხბურთის გარეშე წარმოუდგენელია. აქ კამპ-ნოუ უბრალოდ სტადიონი კი არა, მთელი ქალაქის გულია, რომელიც ყოველ მატჩზე ფეთქავს. ლიონელ მესის მემკვიდრეობა დღეს ისე იგრძნობა, როგორც არასდროს. ყველგან ლურჯ წითელი დროშა ფრიალებს და ეს გაგრძნობინებს, რომ აქ ჯერ კიდეველიან მას, ვინც ბარსელონა როგორც გუნდი და როგორც ქალაქი მსოფლიოს შეაყვარა. დღეს სწორედ ამ ფეხბურთის ქალაქში ვიცხოვრებთ 24 საათის განმავლობაში. იმისთვის, რომ მაქსიმალურად მიუახლოვდე ფეხბურთელების ცხოვრების სტილს 24 საათის განმავლობაში რამდენიმე გამოწვევის შესრულება მომიწევს. ესენია: დილით ადრე ადგომა, დარბაზში ფეხბურთელების პროგრამით ვარჯიში, დასვენება, რეალური მატჩის თამაში კამპ-ნოუსთან და ბარსელონას მატჩზე დასწრება. ოხ, ჩემი, რომელი საათია? ოხ, 7:09 ეხა, გათენებული არის თითქმის. ხელოვნურმა ინტელექტმა მითხრა, რომ ფეხბურთელები ადრე იღვიძებენო და იმედია სწორია. ასე იწყება ჩვენი პირველი დავალება, რომ ადრე უნდა გავიღვიძო. პირველ რიგში, რასაც აკეთებენ ადრე გაღვიძების მერე, იბანს ხელს და პირს. ხო და აუცილებელია, რომ დავიბანოთ ცივი წყლით. შემდეგი კი არის წყლის დალევა უზმოზე. ძალიან მნიშვნელოვანი რამეა, არა მარტო სპორტსმენებს, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა სვას დილით ადრე წყალი, სანამ რამეს შეჭამს, იმიტომ რომ ბევრი დადებითი მხარე აქვს ჯანმრთელობაზე. ესეც ერთი ჭიქა წყალით დავლიე. აქ რამდენიმე დეტალია ძალიან მნიშვნელოვანი რა. ყვებას აქვს კიდე ძალიან დიდი მნიშვნელობა სპორტსმენებში, თუმცა იმის გამო რომ სასტუმროში ვარ, აქ არ მაქვს არანაირი არც ღუმელი, არაფერი რომ რამე გავაკეთო ჯანსაღი საჭმელი. ამიტომ ყვების ნაწილს ცოტა მოგვიანებით ვნახავთ. ესეთი რაღაც ვიყიდე ბარსას მაღაზიაში, ერთი სამაჯური, ესეთი კაში. და ამ ყველაფერში ჯამში 30 евро გადავიხადე, ამათვის ძალიან იაფია, მაგრამ ჩვენთვის არის საკმაოდ ძვირი. ხო და ახლა უნდა გავაკეთო გაწელვები, რომლებსაც თურმე გაღვიძების შემდეგ აკეთებენ ფეხბურთელები და ვნახოთ რამდენად გავამიო, იმიტომ რომ საკმაოდ რთული ჩანდა ფოტოებში. და თუ გინდათ დღე წარმატებულად დაიწყოთ, პირველ რიგში გაასწორეთ თქვენი საწოლი. ნორმ რა, შვენიერია. მოკლედ ამაზე უკეთესი სივრცე ვერ ვიპოვე, ვერსად გარეთაც ადგილი არა იმდენი, რომ ასე დვები გავაკეთო. დავიწყოთ 10 აზიდვით. 1. ძალიან კაია ეს. ეხლა მაგრად მომაფხიზლა. დავიდა კიდე. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9. ეს ხო არ გეცნობათ რა არის? 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. ცოტა არ იყოს დავიღალე უკვე. ეხლა უნდა გავაკეთო დაახლოებით 100 პრესი. აქ მე კი მეგონა რომ ამაზე მეტად აღარ გართულდებოდა, თუმცა ცოტა ხანში ფეხბურთის თამაში მთლიანად შემიძლვის წარმოქმნას ფეხბურთელების ცხოვრებაზე. არა და მეგონა რომ უფრო მეტი შემეძლო. დილით პრესები, აზიდვები ძალიან მაგარია. ეგ არის რა, всё მორჩი 100 პრესიც გავაკეთე, აღარ შემიძლია მეტი. ესეთი ხედი მაქვს აივნიდან. უქვემოთ არის ბატუტი. კაი იქნებოდა, მაგრამ ჩემი ეზოში არა. და ეს კოკა-კოლავით დაინახეთ კაცში, იცოდეთ რომ ჩემი არა. პირველი დავალება წარმატებით შევასრულეთ. ახლა კი დროა გადავინაცვლოთ დარბაზში მეორე დავალებაზე. დარბაზში ვივარჯიშე ფეხბურთელების პროგრამით, რაც მოიცავდა 10 წუთი ტრენაჟორზე სირბილს, 10 წუთი თხილამურებზე სირბილს და 10 წუთი ველოსიპედს მაქსიმალური დატვირთვით. ამის შემდეგ დამატებით გავაკეთე 100 პრესი და 50 აზიდვა. ვეცადე ენერგია თამაშისთვის შემომენახა, თუმცა რამდენად გამომივიდა ეგ თქვენ გადაწყვეტეთ. ახლა კი დროა რომ გადავიდეთ დავალებების შემდეგ ნაწილზე. ფეხბურთელები იმასთან ერთად რომ ძალიან მაგრად ვარჯიშობენ, ასევე ძალიან მაგრად ისვენებენ და დღეს მე მოვედი ბარსელონაში მდებარე ერთ-ერთ ძალიან მაგარ ადგილზე, რომელსაც ქვია კოსმოკაიხა და შიგნით არის ისეთი რაღაცა, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ვერც ერთი თქვენგანი ვერ წარმოვიდგენთ, რომ აი ამ შენობაში შეიძლება მსგავსი რაღაც იყოს. ეს არის ამაზონის ჯუნგლები, ოღონდ ბარსელონაში. 1000 კვადრატულ მეტრზე სრულიად არის აღდგენილი ბრაზილიის წვიმიანი ტყეების ეკოსისტემა. შენობის შიგნით ნამდვილი ტროპიკული წვიმა მოდის. ტენიანობა კი ზუსტად ისეთივეა, როგორც ამაზონის ჯუნგლებში. ვაიმე, როგორ ცხელა თქვენ ვერ წარმოვიდგენთ. სულ თქვა მიჭირს. ძალიან ცხელა. აქ 2 წუთზე მეტ ხანს ვერ გავჩერდები, შანსი არა. ესეთი სიცხეა. შეიძლება წავიქცე. ჩემ გარშემო თქვენ ახლა ხედავთ ჯუნგლებს, ზუსტად ისეთი ტემპერატურაა შენარჩუნებული, როგორც რეალურ ჯუნგლებში იქნებოდა, როგორც რეალურ ამაზონის ტყეში იქნებოდა, არის ძალიან მაგარი სიცხე, ენით ვერ აღიწერთ სიცხე, აი
არ ვიცი შუბლზე მეტყობა თუ არა, დაახლოებით 40-42 გრადუსი იქნება ალბათ. როგორც წავიკითხე, 100-მდე მეტი მცენარე და ცხოველია, რომელიც ესე თავისუფლად გადაადგილდება და კიდევ უფრო ისეთ შეგრძნებას ქმნის, რომ თითქოს მართლა ამაზონის ჯუნგლებში ხარ. და იმისთვის, რომ მცენარეებმა შეძლონ ზრდა, აქ არის შექმნილი მზის შუქის იმიტაციაც დამატებით. წვიმა მოგონებებს ასველებს. გონი ეს დაავადება შესრულებულია, რომ რაღაც ისეთი გამეკეთებინა, რასაც პროფესიონალი ფეხბურთელები აკეთებენ. და ამ შემთხვევაში ეს არის განსხვავებული დასვენება და რავი, გონი გამომივიდა, იმიტომ რომ ჩამოვედი ბარსელონაში და ვნახე ჯუნგლები. ფეხბურთელები შეიძლება რეალურ ჯუნგლებში დადიან და მე თუ რეალურ ჯუნგლებში ვერ მოვიდოდი, ძალიან მიახლოებულში მაინც მოვედი. ხო და რაც თავარია, კიდე კაპიბარა ვნახე, რაზეც ეწერა, რომ ძალიან იშვიათად გამოდის გარეთო. თქვენთვის კი მინდოდა ერთი ჩემი მეგობარი გამეცნო, რომელიც ამ მოგზაურობაში ძალიან მაგრად დამეხმარა და ფაქტობრივად სწორედ ამ მეგობრის საშუალებით შედგა ეს მოგზაურობა. და ეს არის ტურისტული კომპანია ტურები.G, რომელიც ზუსტად მაშინ გამოჩნდა, როცა ვფიქრობდი, რომ ეს მოგზაურობა ვეღარ შედგებოდა. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი ტურისტული მომსახურება. ავიაბილეთები, ტურები, სასტუმროები, ტრანსფერები, სავიზო მხარდაჭერა, კრუიზები და სხვა. ამისთვის უნდა დაუკავშირდეთ Facebook გვერდზე. ან ეწვიოთ საიტს ტურები.G. ჩვენ ასე დავმეგობრდით და მე ვფიქრობ, რომ ყველას უნდა ჰყავდეს ასეთი სანდო და საიმედო მეგობარი. ახლა კი შეგვიძლია დასვენების ნაწილით შესრულებულად ჩავთვალოთ. თუმცა სანამ ფეხბურთის სათამაშო წავიდოდი, უცებ მომინდა რომ კამპ-ნოუსთან ბურთი მეყიდა და სტადიონზე თუ ვერა, სტადიონთან ახლოს მაინც მეთამაშა. და რატომაც არა, ხელს არც არაფერი მიშლიდა. სანამ ჩემს სკილებს თელს ბარსელონას ვაჩვენებდი, უცებ ორი ბიჭი მოვიდა, რომლებმაც მითხრეს, რომ ისინიც ფეხბურთელები იყვნენ და თამაში უნდოდათ. და რაც მთავარია, საქართველოს შესახებ ორივემ ბევრი რამე იცოდა. Yeah. Sure. Are you from here? From Barcelona? No, I'm from France. France? Oh, nice to meet you. I am from Georgia. You know Quara? Like Barra. Quara. So you are Barca fan? Both of them, yeah? Nice. Well, I'm PSG fan. PSG fan, yeah. Good. Oh, you are a footballer? Yes? Nice, bro, nice. So you want to play with Quara in the future? No. No? Football. No? So that's me. Oh, On the TikTok and Okay, good. you can search me also in YouTube. Okay. Nice to meet you guys. Yes, nice to meet you. Goodbye. Bye. Tomorrow, Yeah, see you guys. Thank you. Bye. ერთ-ერთი ყველაზე მაგარი გამოცდილებაა, რაც შეიძლება ბარსაში ჩამოსვლის ხანს გამოსცადო ადამიანმა, რომ მოხვიდე და ფეხბურთი ვითამაშო ბარსაში. და მე თავისუფლად ვიტყვი, რომ ბარსაში ფეხბურთი ვითამაშე, მეთქი რა მნიშვნელობა აქვს როგორ ვითამაშე, კარგად თუ ცუდად, მაგრამ ესე უკან თამაშობენ. დიდი მოედანია. ჩვეულებრივ 11-11-ზე სათამაშოა, უბრალოდ გაყოფილი აქვთ და ნახევრის ნახევარზე თამაშობენ. ამ ვიდეოს პარტნიორი არის Action Pro. თუ შენს გსურს მსგავსი კადრების გადაღება, შეგიძლია ესტუმრო საიტს actionpro.G, სადაც დაგხვდება დიდი არჩევანი, GoPro, Insta360 და სხვა უამრავი აქსესუარი. კამერა შეგიძლიათ იქირაოთ თბილისშიც და გუდაურშიც. ახლა კი დროა გადავინაცვლოთ თამაშის ნაწილზე. ხომ გაგიგონიათ, რომ ამბობენ ქართველები ყველგან ვართო. სიმართლე ყოფილა და ამაში თამაშის დაწყებამდე დავწმუნდი. Are you in the next game? Yeah. What's your name? Andrew. ქართველი ხარ? კი, ენაცალი. ნახე იმაში რა, მეთქი და მეთქი უეჭველი ქართული სახია, გამბიც მეთქი და ჩემი სახელი ცოტნეც რა. ცოტნე. ცხოვრობ აქ? კი, ხა უნივერსიტეტის პონჩი. ძალიან მაგარი. რაღაც YouTube ვიდეოს გასაღებულო ჩამოსული. მაგარი ექში ორჩია, სპეციალურად. არა, პროსტა. ჩემით მარტო ვარ ჩამოსული 25-ში გავდივარ. მაგრა გამიწოდა რა ვნახე, ქართველია, ქართულ დრო შეეხატა შენთან და და მეთქი რომ დისმო. ო, ეგა. არა და ცაცია ვარ, აქეთ ვერ ვითამაში. არა. აუ, ინა, ახლა ჩემიანი გაიგე. შავები ხო? მსოფლიოში 8 მილიარდზე მეტი ადამიანია და აქედან 40%-ზე მეტი ფეხბურთს გულშემატკივრობს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. თუმცა ბავშვობიდანვე გრძნობდი, რომ არ მინდოდა რიგითი გულშემატკივრის ამპლუაში ყოფნა. ფეხბურთის თამაში იმდენად დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, რომ ძილის წინაც კი წარმოვიდგენდი სცენებს, როგორ გამქონდა გოლი დიდ ხალხით გადაჭედილ სტადიონზე. იქნებ ცხოვრება ცოტა სხვა გზით რომ წასულიყო, ეს ოცნებები რეალობად მექცია და დღეს ეს ამბავი სხვა ადგილიდან მომეყოლა. მწვანე მოედნიდან. თუმცა მადლიერი ვარ ყველა გადაწყვეტილების, რომელიც ცხოვრების გზაზე მივიღე. უფრო მეტიც, ვამაყობ. მიუხედავად იმისა, მინდოდა თუ არა.
მიუხედავად იმისა, ასე სჯობდა თუ არა. ცხოვრება გამოწვევებითაა სავსე. ზოგჯერ უარის თქმა გვიწევს. ზოგჯერ კი ოცნებები თავისით გაუაზრებლად ხდება. ხოლო სირთულეები, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეგვხვდება, უნდა დაძლიო. გაძლიერდე, უკან არასდროს დაიხიო და თქვა: მე ჩაფიქრებულ მიზანს ყოველთვის მივაღწევ. და აი ისიც, მეც მივაღწია ჩემს პატარა მიზანს და ბარსელონაში გოლი გავიტანე. ეს გოლი კი ზუსტად იმას ნიშნავდა, რომ თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად ახდება. ახლა კი შეგვიძლია ფეხბურთის თამაშით შესრულებულად ჩავთვალოთ და გადავიდეთ ბოლო დავალებაზე, რომელიც ბარსელონას მატრიჩზე დასწრებაა. Hello. Thank you. ძალიან მეშინოდა ეს ბილეთი ქონა ნაყიდი. ვია გოგორო რაღაცა მან და ვფიქრობდი რომ შეიძლება უკვე დასკანერებული და გამოყენებული დამხვდეს მეთქი და სად ვართ? Up from there. Along. Okay, thank you. ზემოთ ადიო და მერეო მარჯვნივო. ავედით ზემოთ. Всё, ჩემი შესასვლელი. შემოაღწია მეგობრებო, როგორც იქნა ჩვენს კამპნოუზე, აი ისიც ბევრად უფრო მაგარი ატმოსფეროა, ვიდრე წარმომედგინა. და ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ და ვერ ვიაზრებ, რომ აი ეხა ვდგავარ და ბარსას თამაში უნდა ვუყურო ცოტა ხანში. სიზმარში მგონია ჯერ თავი. ხან ნახეთ ზედა ნაწილები, აი ეს გარშემო ვაფშე დაუსრულებელია. ჩემი აზრით, აი ამ კარში დღეს 1-4 გოლი მინიმუმ გავა. თამაშის დაწყებამდე ტრადიციულად მთელმა სტადიონმა ბარსელონას ჰიმნი იმღერა და მინდა რომ ამას ბოლომდე მოусმინოთ და თქვენ შეიგრძნოთ კამპნოუს საოცარი ატმოსფერო. თამაში საკმაოდ ბევრი და ლამაზი გოლი გავიტან. საბოლოოდ კი 3-0 დასრულდა ბარსელონას სასარგებლოდ. ახლა კი შეგვიძლია ბოლო დავალებაც გავამწვანოთ და ეს გამოწვევა შესრულებულად გამოვაცხადოთ. მოკლედ არ ვიცი რა უნდა ვილაპარაკო რა, უბრალოდ ერთი შემიძლია გითხრათ ყველას, რომ მაქსიმალურად შეეცადეთ, რომ ყველა ოცნება აიხდინოთ და ყველაფერი გააკეთოთ ამისთვის.